გამარჯობათ ქართველებო. მოგლეთ. მე ბიძაჩემი, ჩემი ზვაკაცი. ამოსულები ვართ ეხლა ხაჩიკას ტბაზე. რომელიც მდებარეობს სოფელ მენჯვრის ხევში, ჩემო კარგი. ნუ საერთოდ პატარა ტბა არის. და მოდი ეხლა ვინც ფიქრობდა, ვინც დამიწერთ და უნდა დამიწეროთ. ერთ-ორ სიტყვით დაგასრეთ, მეგობრებო და გეტყვით ერთ-ორ სიტყვას რა. მოკლედ მე ამ ტბის პატრონი არის ჩემი მეგობარი და რა თქმა უნდა მივესალმებ ეს ტბებს. არის ახლა ადამიანები, რომელიც ოჯახთან ერთად პიკნიკზე დადიან, მოიძიებენ ადგილის მდებარეობას, ადითევზავენ, გულითევზავენ, ხო? ძალიან სიმშვიდე, ყუდრო ადგილია მეგობრებო. მე თვითონ ახლა მოგესალმება ველური წყალსაცავები მიყვარს მეგობრებო, ტვინიო ფიქრობ ამის შემდეგ, მაგრამ ამ ტბაზე გეტყვით რა. ბევრგან მომისმენია რომ აუ ბასეინში აგათევზავებ და ასე შემდეგ. მეგობრებო, ბასეინშიც ძალიან ძნელი დასაჭერია. როცა ახლა გეტყვით რატოა დასაჭერი ძნელი რა? კი, თევზი ყავს, ბუნებრივად გაშვებული, მაგრამ ხომ მრავლდება, ხო რაღაც თაობა გაიზარდა ამ ტბაში. ეს ერთი. მეორე ერთი, დიდ წყალსაცავებზე წნევა რო ახასიათებთ, ახლა თევზი არის, თევზი ამინდებზეა დამოკიდებული, ხო? როგორც ამინდი დახვდება, ისე მოქმედებს და ისე აზროვნებს და ისე მოძრაობს. დიდ ტბებზე როცა წნევა ახასიათებს 30% დაუშვათ, ხო? ესეთ პატარა ტბებზე უფრო ამაღლებულია ჟანგბადი, ნაკლებობა რა თქმა უნდა და უფრო ძნელი დასაჭერია, იმიტომ რომ ეს პატარა სივრცე რო აქვს, აქ უფრო წნევა უფრო მეტი ექნება, ნაკლები ექნება, ვიდრე მეტი მეგობრებო. მაგიტომ გეუბნებით რომ არა, ეხლა დამეწმუნებით რა. მისულ ხარ და ვერ დაგიჭერია და მე ბევრს არ ეხება და აუ თევზი არ ყავს ამ ტბაში და ეგეთი რაღაცები დაუწყდათ რა. ეს იმის ბრალია რომ ტბა არის, თევზია, ცოცხალი არსებაა თევზი მეგობრებო. რა თქმა უნდა აზროვნებს, ხო? და ეს ყველაფერი ამინდის ცვალობადობა, ამინდის ცვლილება რა თქმა უნდა თევზზე მოქმედებს. მოკლედ ეხლა ჩამოვედი სამი კაცი, ღამამდე დავრჩებით, აი ჩემი პატრონმა ავშალე, დღეს ვითევზავებ რამოდენიმე სტილით. და გაჩვენებთ რამოდენიმე სტილის. ახლა მეგობრებო, აქ ჩვენი ზვაკაცი ითევზავებს, ბიძაჩემი ფლეტით ითევზავებს, გიორგი. მე ახლა ვითევზავებ, ჩემო მეგობრებო. ცოტა გამიგზელდა მისამება, მაგრამ მეთოდ ფიდერით ვითევზავებ, მეთოდ ფიდერის ჯოხით, რომელიც ბაჩომ მაღაზიამ ამაზონმა მაჩუქა დღევანდელი დღისთვის, რომ მეთოდ ფიდერით მეთევზავა. და ნახოთ, ახლა გავშლი, მე აღგვიწევ გაჩვენებთ როგორი რანაირი ჯოხია, აი ეს ახალი ჯოხია. კიდე გაჩვენებთ რამოდენიმე სტილს, თუ დრო მეყო, ტივტივაზეც მინდა გაჩვენოთ ერთი-ორი სიტუაცია აღიხსნათ. აუ, ახლა აღმოვასწრებ ბიძაჩემს. მოკლედ, წავედით ახლა, ავაწყოთ და დავიჭრეთ კობრებში. აბადროებით. ახლა ავაწყოთ მეგობრებო, წვერი. რა თქმა უნდა, ახლა კობრებზე რომ მაქვს ახლა ჯახი, რა თქმა უნდა და მოწინააღმდეგე ჩემი ახლა კობრია. და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ხა მე მსუბუქ წვერს არ დავაყენებ. დავაყენებ შემოკარგებო ხის წვერს აუცილებლად და ვინც ახლა ძველი ვიდეო გამაზეთ და გაატარეთ, ან გადაახვიეთ და ვერ ნახეთ წვერების განსაზღვრა როგორ ხდება, ამას ხა მე ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ. ესე დაიჭერთ მეგობრებო წვერებს და რომელიც ჩამოიწევა არის რბილი წვერი, აი და რომელიც გაჩერდება, მაგრამ არის ყოველთვის ხისტი. და ყოველთვის ხისტი დაიჭირეთ ხოლმე და გააჩნია რა თქმა უნდა თევზაობთ რა. ამ სიტუაციაში ახლა მე წისერწოს გამოვიყენებ და წავედით აბა. უკვე აწყობთ მდგომარეობაში, გაჩვენებთ რა ჯოხია, რა კოჭაა, რა წული. და ფლეტით ვითევზავებ და დასაკვებს გამოვიყენებ კიდე. აბა წავედით. მოკლედ ეხლა მეგობრებო, მე პატრონე გითხარ რომ სქეშუბლა ძალიან ბევრიო და კონკრეტულად არ ვითევზავიაო და იქნებ თქვენ ითევზავოთ და ეხლა ამოვედით, აგე ბიძაჩემი ვითევზავებთ. აი ეს ბიძაჩემი. მოგესალმებით. აბა რით ვითევზავებთ გიაძია? ვეცდებით რომ აი ამ ტიპით პელოპლაქტონი ქვია, თუ არ ვწდები, სწორად. ტექნოპლაქტონი, კი ბატონო.
ხო და ამით ვითევზავებთ ახლა გვაქვს საჭირო ნივთები, საჭირო დასაკვებიც. კონკრეტულად კი დაგვიჭერია შემთხვევით სქეშუბლა, მაგრამ ესე კონკრეტულად ტივტივაზე და პურზე ვერ დაიჭერთ მეგობრებო. ეხლა რატო ვერ დაიჭერთ გეტყვით. სქეშუბლა არის შექმნილი ჩათვალე წყლის ფილტრია რა. ნარჩენები რაღაცები ფილტრავს და სხვანაირად იკევება და სხვანაირად ჭამს. მტვერი ჭირდება მეგობრებო. ამ დროს რა თქმა უნდა ეხლა აქ გაჩვენებთ რას ვაკეთებთ. ეს ჩაპრესილი დასაკვები, ეხლა ეს ციყიდება რა თქმა უნდა მაგასაც თუ არა და ახლა მომავალში როგორ გააკეთებთ სახში, მაგასაც მომამზადებ და გაჩვენებთ რა. აი ამ დასაკვებთან მეგობრებო, ნემსკავები არ ერჭობა. როცა ეხლა სროლის დროს ჩვენ რო გვინდა რომ ნემსკავები არ აიბლანდოს, ამ დროს ეხლა ჩვენ ბურბუშელებს გამოვიყენებთ. ხო, ბურბუშელა ვერ იპოვეთ, უფრო კარგი იქნებოდა ბურბუშელას რო არჭობთ ნემსკავზე, მეგობრებო, სროლის დროს არ აიბლანდება რა. ამასობაში არ არის მნიშვნელობა რა, ეხლა ისე ვის გავისვრით რომ არ აიბლანდოს, ამას სინამდვილეში ძირულად კოჭის ზუას აუცილებლად ჭირდება სიმძიმე, მეგობრებო, რომ გააჩვენოს ერთ ადგილზე, მაგრამ ეხლა ისეთი ადგილია აქ, არც დინება არაფერი და იქნაც რომ გაგვიტაროს სიტყვაზე ტივტიო და გაგვიტაროს, ეხლა სიმძიმის გარეშე ვითევზავებთ, ნახოთ რა იქნება. და წყალში რომ ეხლა მიზანი რა აქთევს? ეს დაპრესილი დასაკვები გაუშვეს ფანტელებს მეგობრებო. ამ დროს მოვა და ამ ფანტელებს დაუწყებს ჭამას. ნემსკავზე კი არა აქ მიზანი რომ ნემსკავი ჭამოს რა. ავტომატურად შეძდის ნემსკავი პირში, მოიცოდეთ რა და ეს რო არ იყოს ჩამოკიდებული ძალიან და ასე შემდეგ, ამის გამო პენოპლასტებს გამოვიყენებთ, თუ გინდა თეთრი გამოვიყენეთ, თუ გინდა ყვითელი, არ აქვს მნიშვნელობა რომ ცოტა ნემსკავი აგვიწიოს. თუ დიდი იქნება პენოპლასტი უფრო კარგი, თუ არა და ესეც გამოდგება. ესეთ გამარეობაში რომ ცოტა აგვიწიოს. და ნახოთ აბა რა იქნება. სქეშუბლა როგორც ვიცით ბრომა ტყავს წყალში. რავი, თუ გამოვა თუ არა და ესე უნდა ითევზავოთ თქვენც, როგორც ჩვენ თევზავთ ეხლა. ესეთ გამარეობაში. ეხლა შევაბავთ მეგობრებო და დავიწყებთ თევზაობას. მოკლედ ეხლა ვიწყებთ ჩვენ სქეშუბლაზე მონტაჟის ჩაგდებას. აქეთ ჩვენ ვიჯდებით და ხელი არ შეგვიშალოს მეგობრებო. ჩვენ აი აქ ცოტა აგერ მოშორებით გავიწყებთ რა. ავაწავეთ. აჰა. შეულებრივად აგე, ხედავთ ხო? ეგდება აქ თვიციოს უეჭველი. გავუშვებთ. რამე რო იყოს არ მოყაროს თევზმა. აჰა, ესე დავთვით. თუნდაც იაძიას არის დაუყენე რო ჩანს ხო გახსნა. მოვიტანე ახლა. აი ეს არის ჩვენი სქეშუბლის მონტაჟი. ნახოთ რა იქნება, ვა. არ დამიჭერია ცხოვრებაში ამ მეთოდით და ნახოთ აბა თუ დავიჭერთ. თან მე პატრონისაც აინტერესებს და ნახოთ. აჰა, გიორგი იწყებს უკვე. ესე ხოლმე პოპაპებით ვითევზავებ, შემოკარგებო, ესე პოპაპები მაქვს და თუ არ იმუშავა 2 საათში ან 3 საათში, რა თქმა უნდა, მე სიმინძე გადავალ. მინდა რომ ამაზე კონკრეტულად ამაზე ვიჭირო თევზი დღეს. მექნება დასაკვებად, მექნება ჩემო მეგობრებო, აი ესეთი პელეცი. აი ესეთი ლიკვიდი აქვს შიგნით, რა თქმა უნდა, ჭიქა აქვს რომ წყალი გასავზღროთ. აქ კიდე აქვს მტვერი, გამაძლიერებელი, თევზი გააქტიურებული გამაძლიერებელი ქვია ამას მეგობრებო. ეხლა რას ქვია? ეს არის მეგობრებო, ამას მე გაჩვენებ წყალში, რომ ჩაასხავთ რა. აი ეს ბუსაყენებს და შლეიფს და ასე შემდეგ, აი მე გაჩვენე ძალიან მაგარი რაღაცაა რა. მოკლედ ჩვენ ვერიქში ეს ჩავაყრით. ბევრი არ გვინდა. ოზილავთ ერთმანეთში. კარგად. როგორ მზადდება სწორად ხა მაქვს დადებული ბევრჯერ ეს ვიდეო, მაგრამ ეხლა კონკრეტულად კობრისთვის ვავართ.
ფლეთზე ვთევზაობთ და როგორ მუშაობთ, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს გეტყვით. ეს არის ლიკვიდი, გითხარით, ამ ლიკვიდში შეგიძლიათ პირდაპირ ან წყალი ჩაასხათ, ან პირდაპირ ჩაასხათ, მაგრამ მოდი, პირდაპირ არ ჩავასხავ, წყალს ჩავასხავ. ავთქვიფავ. და გავურევ. თუ გიდათ, არ გავურევ და ისე ითევზავით რა. აქ ძალიან მძაფრი სუნი. რა თქმა უნდა, პერიოდულად შეგიძლიათ გასაზღვროთ კიდევაც. ამას ჩავასხავთ ახლა. ახლა რა უნდა დავიცვათ, როცა პელეტს ვაკეთებთ. წყალი უნდა ჩავასხათ ისე რაოდენობით, რომ ჩვენი პელეტი დაიფაროს. ჩვენი პელეტი უნდა დაიფაროს შემოკარგება. აი ეს პელეტი დაიფარება ჩვენი პელეტი. ამ დროს ჩვენ დავაფარებთ თავსახურს. დავასდით 5 წუთიდან 10 წუთამდე, რომ წყალი შეიწოვოს. მერე მოვხდით თავსახურს, გადავწუვავთ წყალს და წებოვანი მასა ხდება შიგნით. და რა თქმა უნდა, მერე უკვე ფლეთზეც მაგდება რა. ეს იყო და ეს მეტი არაფერი დანარჩენი უკვე ვითევზავებ აი ესეთი ნემსკავებით, დღეს ვითევზავებ სუფთა სპორტულად, უენო ნემსკავებით ვითევზავებ, რომელსაც აქვს ესეთი თვითონ თავისი რეზინი აქვს და რეზინში მოვათავსებ ამ ყველაფერს, მაგ კიდე ნემსი, რომელსაც ოპაპი შეგიძლიათ დაამაგროთ რა. არა ამ ეტაპზე ამით ვითევზავებ. თუ სიტყვაზე არ მოვიდოდ ასე შემდეგ, მე სიმძე თუ გადავედი, ამას მოვჭრი მე სიმძე გავუკეთებ რა. აი, წავედით ახლა 10 წუთში მზად იქნება და გაჩვენეთ როგორ მოვამზადეთ ჩვენი პელეტი რა. ახლა გადავედით და დავერდით. ახლა კონტროლის ვარიანტში მაქვს უბრალოდ პოპაპი ჩაგდებული ერთი ასიზავს რა. ჭირდება დასაკვები თუ არ ჭირდება, აქტიურია თუ არა, ამით ახლა ვტესტავ რა. მეტი არაფერი. ხო, სპორტში როცა ხართ, პირველ რიგში როცა სპორტში ვართ, მეგობრებო და გვინდა რომ პირველი კვება ყოველთვის ხორციელდება ესეთი საკვებურებით და ამას დიდი საკვებურები ხა სამწუხარო სახში დამრჩა. ამას ესეთი საკვებურებით კვებავთ პირველ რიგში წერტილს, მერე მეორე ჯოხი გვაქვს რა თქმა უნდა მიზნად და იგივე წერტილში დაკვებილზე უკვე ფლეთს ვაგდებთ რა, მაგრამ ეხლა რო არ არის სპორტი, არა ისევად გამოსულები, ჩვეულებრივად რა, როგორც სამოყვარულოში დავკვებავ, ჩავაგდე, დავეროდები რა. აბა წავედით. გამოვიყენებ მეგობრებო დასაკვებს, რომელიც ახლა ჩემი მიზმაკაცები, ჩემი ბიძაჩემიც გამოიყენებს და მეც გამოვიყენებ. მე გითხარით რომ პელეტით ვიმუშავებ, მაგრამ მომენტ შევაპარებ დასაკვებსაც. ეს არის ტაიგერ ნაცი მეგობრებო, რომელიც არის კობრის, ძალიან მაგარია. ამას გამოვიყენებ რომ სამივე გამოვიყენებ. მე კონკრეტულად პელეტზე ვითევზავებ, რა თქმა უნდა შევაპარებ ხოლმე ამასაც. ასეთი ფერის არის. ჩავალეთ. ოჰოჰოჰო, იმენა კობრისაა რა. ოჰოჰოჰო, ასულია ბიჭო. მოკლედ, ახლა წყალი ამოვიღოთ და ბურღიც აქ არის. აჰა, ეს სიტუაცია. ავიცაბა პირველი გადაგდება, სანამ პელეტი გაგეცდება. აბა ნახოთ ბალახებში. მაგლა შემოუტარე, აგე მაგლა გააქვს საშუალება, გიაძია. ხო, გამოვარ. გიო. მოძრობა დაიწყო, ხედავ? ჩიტანა ჩათქმა იყო და გიაძიასაც. ბევრი წავიდა. წავიდა? ო. აჩე სპეციალურად როგორ ძინა რა. აუ ჯოხი მაგრად აი მუშაობს რა, ჯოხი მაგრად მუშაობს. იმიტომ კი არა, ბაჩო მაჩუხა და მართლა მაგრად მუშაობს ჯოხი. ეს დიდია. ეს დიდი. ეს მართლა. ბაჩო ჯოხი რა. ამას მიმალა რა.
ესე რა, ხო ესეო იყიდა. მოდი. რა კაცია, ხედავ? ვია. ჩემი ხარო. ესე ამოიტანეთ ხოლმე შეგაბადი, მეგობრებო, არ გატეხოთ. ესე უნდა ამოიტანოთ ხოლმე. ეს ძლიერია, ეს ძიმია ძილეცი. ეს ფოტო მინდა უეჭვე. ოპა ისევ. ამასა ფოტო უეჭვე. ეხლა გაუსტი. სოფრა. ეგარი, ხაშუბლა. იდე ხაშუბლა დავიჭი. ეგო დაიძულე გამოშეს. იდია თორე არაფერი არ ეშველა. აი ამ პოპა. სპორტული უენონებს გავია მეგობრებო. უებადა. ხეშუბლა დავიჭირე კიდე. სულ ვიჭეს ხეშუბლას პოპაპზე რა. ხეშუბლა. პოპაპი რომ აღლა დაცულოს მეგობრებო, იქ ტორიო დგება ხეშუბლა პოპაპს. შემინდი? პოპაპ. ეგორი, ასეთი. აბერა. რა კარგია. ხო. ეხა შევაგროვეთ მეგობრებო, ბოლოს ნახოთ რამდენი დავიჭერთ, აბა, დავით. მეგობრებო, ეხლა დამჯდარი ქონდა ტელეფონი და ეხლა ჩავრთე, დამისვერ და ჩამივარდა წყალში თავის ატენიანად და ამასობაში დავიჭირე კობრი, დავიჭირე სამის ხეშუბლა პოპაპზე და გიაზიას ერთი გაქცევა ქონდა და კიდევ ველოდებით რა, რაც გამოვა ეხლა სხვადასხვა ვიდეო ტელეფონები გადავიღე ეხლა ვიდეოები და შევეცდები რომ ხარისხი არ გავკარგოთ. დანარჩენს ნახავდით რა. ეხლა კიდევ ველოდებით, სამ დაღამდება, ვითევზავებთ და თუ რამე ამოვიდა, კიდევ გაჩვენებთ რა. აბა ვაგრძელებთ. ვაგდებო. არ ჯერ ველოდებით. აი. ოჰო, ეგარი. ეგარი დია. ხედავს კამერა. ეცე კამერა. ატარა კობრი. მაგრამ გაიძლიერი რა. მეგობრებო, პირველი კოპი დავუჭირეთ. პოპაპზე. საშუალო ძლიერი თევზია. გადააგდო ჯოხი, ჯოხიც მადლობა. კიდევ ერთხელ ამაზონს, მაღაზია ამაზონს მაგარი ზომბიარი ჯოხია რა, ძალიან მაგარი ზომბიარი ჯოხია. პირველი კობრი და ვაგზავნე. ჯოხი არის ჩემოკარგებო მეთოდ ფიდერის ჯექსონი ესეთი ფირმა არის. 3 და 60, 20-დან 60 გრამამდე. ჩემი შერმანპროვა მეგობრებო 5000-იანი. რავი, აი ესეთი კაი წყობის ჯოხია რა. 5 თევზი ამოვიყვან და იდეალურად მასი ამონა, ზნობიარობა აქვს. და რავი, ძალიან მაგარი. გაგვიწვიმდა აგედა. ჩატყმები უფრო არის. წვიმის დროს მიყვარს თევზაობა, წვიმის შემდეგ უფრო მიყვარს, იმიტომ რომ ჟანგბადია მეგობრებო, ერთი წვეთი ჟანგბადი წვიმის, რა თქმა უნდა, ჟანგბადს წამოქმნის. და ამ დროს არ წახვიდეთ ხოლმე სახლში. წვიმის შემდეგ უფრო გააქტიურდება ხოლმე. ოჰო, კაცია. აჰა. დავიჭირეთ ხეშუბლა.
ეს ტიპაჟი მეგობრებო. პოპაპზე ვიჭრა, ეს არის პოპაპი რა. წარში მცურვადია და ამოდის და ეტყობა იქ მტვერი გროვდება რაღაცა. მოსწონს რა. ესეთი მაგარი. წაიღო გიაძია. მიდი. კაია, მიდი. ო. კი ბატონო. მაგრა წაიღო. არ გააჩერო, თორე კიდე შევა. იდეალურია. აი, ჯოხი გვინდა უეჭველი. გიო. კაი მოვდილია. არა უშავს, მიდი. შემაგაზი არის დარდო. კაია. და კარგი, ამბებით დავასრულეთ ვიდეოს. მიდი, კაია. ო, რა კაია. კობრია მგონი. ოჩახ. ეგრე რა, ვინც ელოდება ის ვინც იწმეს ის იგებსო რა. თქოვია რა. ნელა არიჩქარო. არიჩქარო. კაია. ნელა კიდევ იქ ესაკეთებ. ეგ არის. შეგენაცვალე რა. მართლა ვისი ამოვნე. აი, ეხლა აბა რომელი მხარეო? რაზე გიაძია? სიმინდი. წელ სიმინდის წელია. წვიმიანი ამინდებია და კაი მოსავლიანია იცის. აუ მეც ეხლა ისე ავიბენი სიხარულით, რომ აქ მაქვს ეს სპეციალურად. და ღამე ქირურგი ვარ თან ამავდროულად და ძალიან გააქტიურდა ღამე რა. ძალიან გააქტიურდა. უკვე კარგია. აბა მაჩვენა გიაძია. კაია. მოკლედ, მეგობრებო, დავანთვალე ჩემი ისა თევზაობა ახლა. მოკლედ შეთანხმება ქონდა მე და ტბის უფროს რომ ერთ სარვან დაგვეტოვა ან ორი. მოკლედ ორ თევზს ვიტოვებთ და დანარჩენს უშვებთ შემოკარგებო. აი ესე დავიჭიეთ შემოკარგებო. აი ესენია, რა კარგებია. ძალიან მაგრები. 20-ს დავიტოვებთ, 20-ს გავუშვებთ. აბა ყველაფერი რომელიც გინდა დაიტოვო, ვედრაში გამოუშვი და განაჩენი გავუშვი. ესე სუთანაბრები. დაბუშვიდობიანად. დაიზარდეთ და გამრავთ. არაფერი ვატკინოთ. ის დიდი რაც იყო მეგობრებო, პირდაპირ გავუშვი რომ მეთქი ცოდოვად ხო და მაგიტომ პირდაპირ გავუშვი დიდი რაც იყო ძალიან. რომ ბადე იყო პატარა. აჰა, დაიჭირა გიორგიმაც დაიჭირა როგორც იქნა. შვენიერ. როგორც იქნა გიორგიმაც დაიჭირა მაგაზე დარდოვდი მეთქი გიო უთელოდ შევა თქო და კარგას გიორგიმაც დაიჭირა. მომე, ბადე. ბადე გვინდა აუცილებლად მოგინდათ გიაძია ჩვენც. აბა. ოხო, წელშუბლანა, ჰე? ეგ არის. დაიჭირა გიომას დაიჭირა, როგორც იქნა. ადრენალინიც არის. გიო, შენ თევზი. ვიდეოში. ნოტაზე ვამთავრებთ. ვიდეოში. დავიდა ესეც. გადახდა თაური. ამ კაი ნოტაზე დაგემშვიდობებით მეგობრებო და ხვალ ჩვენ ერთ ტბაზე მივდივართ. წინას არ გეტყვით და დაელოდეთ. აბა კარგად. თან დაგლუცობ. გააზრდებოდით მეგობრებო. იმედია მოგეწონათ ვიდეო. დავედით.
გავედი, მივაყუდი ანკაში და ეგრევე იმასაკნა რა. აი ხო. ეგრე იცი. გელოდები ამდენი ხანია დაბოცილო. წავედით.